მე ვარ კონსაკოსელავა, ვარ 19 წლის, სწავლობ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვარ ჰუმანიტარისტი, კერძოდ ორიენტალისტი და მომავალი არაბისტი. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ძალიან დიდი ოჯახი მაქვს, დედა, მამა, ძმა, რძალი და რაც თავარია, ძმისშვილი და ძაღლი, რომლებიც დავიცი, ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებენ ოჯახში. ჩემი დილა იწყება დილით ადრე, 7 საათიდან 8 საათამდე. რაც თავარია ჩემს გაღვიძებაზე, ჯერ თავიდან დიდი პრობლემა, როგორც ყოველთვის. სიმართლე ვთქვა, რომ რაც უნივერსიტეტში დავიწყე სიარული თავის დროზე, ჯერ არ მოსულა და ყოველთვის მაინც მაგვიანდება, რა დროსაც არ უნდა გამოვიდე. მეგობრები ამას შეგუებულები არიან, რომ უნივერსიტეტში მე უნდა დავაგვიანო და ლექტორი მიცნობს იმ თვალსაზრისით, რომ თუ აგვიანებს ვინ არის ეს, თუ არა სგვანცა. დიდ ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ ჩემი დროის, მივდივარ სახლში, გავდივარ ბავშვთან, ძაღლთან, მეგობრებთან ერთად გარეთ. ყოველთვის ღამეს სწავლობ, ღამე იწყება ჩემი სწავლა და გრძელდება ძალიან გვიანობამდე. ძალიან მიყვარს დროის გატარება ჩემს საყვარელ ცხოველთან და ძმისშვილთან ერთად. ზოგადად მიყვარს ძაღლები, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან ერთგულები არიან. ყოველ დღე უნივერსიტეტის მერე განტვირთვად მიმაჩნია ის, რომ მე გარეთ გავიდე ძაღლთან და ბავშვთან ერთად და გარეთ გასვლისას აუცილებლად უნდა ვნახო მეგობრები. მეგობრების გარეშე ალბათ ერთი დღეც არ გამიტარებია და ყოველთვის უნივერსიტეტიდან დაწყებული დღის დამთავრების ჩათვლით მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, გვერდით მე მყავს ადამიანი, რომელთანაც თავს ძალიან კომფორტულად ვცნობ. და მასთან ერთად მართლაც რომ ის ვარ, რაც რეალურად ვარ და არ მჭირდება მე მასთან თამაში. მაქვს ძალიან თავისუფალი სტილი, მომწონს ყველაფერი აშიც თავს ვგზნობ კომფორტულად. ხმები ერთნაირი, მაკიაჟი ძირითადად არ ვიკეთებ, იმიტომ რომ არ ვარ ეს მომხრე რაღაცა ძალიან ისეთ გადატვირთულის. ძირითადად მაინც შავებს მივემხრობი და მიყვარს შავი ფერი, ყველანაირი ტანსამოსის შავი. და ალბათ ყოველთვის რაღაცა მეგობრები მეჩხუბებიან ამის გამო რომ ფერადი უნდა ვიყო ცოტა. და ამ გადაცემასაც შეეხება ზუსტად ამიტომ მინდოდა გაზაფხული მოვიდა, რაღაც ახალი სიცოცხლე დავიწყე, სულ სხვა სტილით წავედი და მინდა რომ ყველაფერი შევცვალო ჩემს ცხოვრებაში. რაც შეეხება GDS და ამ გადაცემას, ვფიქრობ რომ GDS მართლაც ახალგაზრდა არხია და ერთადერთი არხი, რომელსაც შეიძლება სიამოვნებით ვუყურო, ეს GDS-ია. ჩემი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, რადგანაც ვარ ექსტრემალისტი, თანახმა ვარ წავიდე ყველანაირ კომპრომისზე, ყველანაირი სიახლე მივიღო, არანაირი პრობლემა არ მქონდეს და ერთი სული მაქვს, როდის ვიხილავ ჩემს თავს საბოლოო მდგომარეობაში, ანუ სრულიად სხვანაირ გვანცას. რაც შეეხება ოჯახს, დედასთვის ეს არის სურპრიზი, დედამ არის ის, რომ მე სრულიად სხვანაირი წარმოვდგები მას. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვაკეთებ ჯერ პირადად ჩემი ცხოვრებისთვის, რომ სხვა გზით წავიდეს და შემდგომ ამისა დედისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან გავაბრაზებ ამ ბოლო პერიოდში და მინდა რომ ამ ყველაფრით რაღაცა გავახარო რა. მე ვარ კონსაკოსელავა, ვარ 19 წლის, სწავლობ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვარ ჰუმანიტარისტი, კერძოდ ორიენტალისტი და მომავალი არაბისტი. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ძალიან დიდი ოჯახი მაქვს, დედა, მამა, ძმა, რძალი და რაც თავარია, ძმისშვილი და ძაღლი, რომლებიც დავიცი, ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებენ ოჯახში. მაქვს ძალიან თავისუფალი სტილი, მომწონს ყველაფერი აშიც თავს ვგზნობ კომფორტულად. ამ ყველაფერს ვაკეთებ ჯერ პირადად ჩემი ცხოვრებისთვის, რომ სხვა გზით წავიდეს და შემდგომ ამისა დედისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან გავაბრაზებ ამ ბოლო პერიოდში და მინდა რომ ამ ყველაფრით რაღაცა გავახარო რა. მე და ჩემი გადაცემის მთავარი გმირი გვანცა დღეს ესთეტიკური მედიცინის ცენტრ Label Medicals ვეწვევით და ძალიან გვაინტერესებს ორივეს თუ რა პროცედურას შემოგთავაზებენ გვანცას ტიპის კანისთვის, ასე რომ წავიდეთ ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პაციენტი არის 19 წლის, აქვს სახისგანი გამომშრალი, გავუკეთებთ დამატებინებელ პროცედურას. ვაკეთებთ დემაკიაჟს სოსკინის ფრანგული ბრენდის ხაზის მეშვეობით. განცეს გავუკეთებთ დამატებინებელ ნიღაბს, რომელიც დაუტელიანებს სახეს, შემდეგ კი გავუკეთებთ თვალის პილინგს. თვალის პილინგი არის კარგი თვალისთვის, თუ გაიკეთებს 10 დღეში ერთხელ. ეს ამოუსებს ჩავარდნილ თვალებს და სიშორეებს გაუქმებს.
პაციენტს უტარდება თმის მოცილების პროცედურა, რათა ხვალ უფრო და უფრო ლამაზად გამოვიყურებოდეთ. კეთდება ბაკებზე და შუბლის ზონაზე. დღეს მე და გვანცა მიცკევიჩის 6 ნომერში მდებარე მაღაზია კაპრის ვესტუმრეთ, სადაც მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი და ასევე აქვთ ახალი კოლექცია, ასე რომ გვანცა მედეშინ არჩევანი ნამდვილად არ გაგვიჭირდება და დავიწყოთ არჩევა. შენ ძალიან გიყვარს შავი ფერი, ხო? მაგრამ შავი ფერი ცოტა დროებით უნდა დავივიწყოთ. ძალიან გამოსასვლელი კაბათ, ამ ფერიც არის ულამაზესი. და ნახე ესეთი ყვითელი და ქვევით არის თეთრი მაკმა. ნახე როგორი ელექტრიკი ყვითელია და ძალიან მოგიხდება შენ. იმდენად ლამაზი და ფერადი კაბები ავარჩიეთ, რომ მგონი არჩევანს გაკეთება ნამდვილად გაგვიჭირდება. გვაიცა ჩვენ მაღაზია კაპრიში შევარჩიეთ არაჩვეულებრივი კაბა, რომელსაც მაყურებელი სულ ცოტა ხანში იხილავს. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ძალიან კმაყოფილი და. მადლობა ნახვამდის. ჩვენ რა თქმა უნდა ფეხსაცმელების მაღაზიას Kyler New York-ს ვეწვიეთ, სადაც არაჩვეულებრივი კოლექცია წარმოდგენილი როგორც ყოველთვის. გვანცა დარწმუნებული ვარ სათხარ იმისთვის, რომ ჩვენთვის სასურველი ფეხსაცმელი ავარჩიოთ. მოდი შევუდგეთ არჩევას. ვფიქრობ, რომ ეს ფერი მოუხსნება, მაგრამ ეს ფეხსაცმელი შენთვის უფრო ქალური სტილის არის. გვანცა აქეთ არის უფრო ყოველდღიური სტილი წარმოდგენილი და ახალი კოლექცია. ნახე რა ლამაზი ფერი. ძალიან ლამაზია, ყველაფერია თითქმის. ნახე რა ლამაზია ესპადრელები, ეს არის ახალი კოლექცია და სხვადასხვა ფერის არის. მოვიდგოთ ხო აუცილებლად ეს ესპადრელები. გვანცა ძალიან მომწონს ეს ლურჯი ესპადრელები და ყელსახვავის ფერებში ძალიან უხდება ერთმანეთს და ნამდვილად შენი სტილია ყოველდღიური. თუმცა მე მაინც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კლასიკური სტილი მინდა რომ მოგირგო. დავარჩიეთ ფეხსაცმელით და საბოლოო ჯამში მაყურებელი ამ ყველაფერს იხილავს პირდაპირ ეთერში, როგორი გამოვა შენი გარდასახვა. მადლობა. გვანცას რეფრეში რა თქმა უნდა სილამაზის ცენტრ M კლუბთან ერთად გრძელდება და სტილისტი მირიანი შექმნის ახალ თმის ვარცხნილობასა და სტილს მოურგებს გვანცას, ხო მირიან? გავიცანით გვანცას თმას, აქვს არაჩვეულებრივი ნატურალური თმა, რომელსაც შევღებავთ ახალი ტექნოლოგიით, ომბრის ტექნოლოგიით და ბოლოებში იქნება ღია ფერი, ხო? და თმას მიცვენთ ფორმას. ჩვენ მოვჭით გაღიავებას არ შეგეშინდეს, ეს არის გაღიავების ფონი, ეხლა მივიღებთ სასურველ ფერს. მივიღეთ სასურველი ფერი, ჩვენ არ შევხებივართ კანს, გავაკეთეთ მხოლოდ სიგრძეზე დეკოპირება, ძალიან ლამაზი და ბზინვარე ფერია. ეხლა გადავდივართ შეჭრაზე. ჩვენი ვიზიტი სილამაზის ცენტრ M კლუბში უკვე ნელ-ნელა სრულდება და თქვენ კი ამ ყველაფერს იხილავთ სულ რამდენიმე წუთში, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. იმდენად ლამაზია ჩვენი მთავარი გმირი, რომ ემოციებს ნამდვილად ვერ მალავ. ძალიან დიდი მადლობა მირიანს და მარიამს იმისთვის, რომ ესე გაალამაზეს ჩვენი მთავარი გმირი. აი თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი ლამაზია გვანცა. ისედაც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ და კიდევ უფრო ძალიან ლამაზი გახდა. უფრო ქალური და ელეგანტურია. ძალიან მომწონ ხარ გვანცა. დიდი მადლობა თქვენ ესე რომ იზრუნეთ ჩვენი მთავარი გმირის ვარცხნილობაზეც და მაკიაჟზეც. დიდი მადლობა მაღაზია კაპრილს და Kyler New York-ს. მირიან, შენ რას გვეტყოდი თმის ფერთან დაკავშირებით? გადავწყვიტეთ უფრო ბუნებრივ ტონალობაში ყოფილიყო, შევქმნით ქალური ბუნებრივი იმიჯი
გვანცა გამოვიდა იდეალური. დიდი გვანცა მადლობა. გამოვიდა მართლაც რომ იდეალური. მე აღფრთოვანებული ვარ და მართლაც დარწმუნებული ვარ შენი ოჯახის წევრებსაც ნამდვილად ძალიან მოვიწერები და თავარი სიურპრიზი იყო დედაშთვის, რომელმაც სამწუხაროდ დღეს ვერ მოახერხა ჩვენ სტუდიაში მოსვლა, თუმცა ვფიქრობ რომ აღფრთოვანებული იქნება შენით და დარწმუნებული ვარ გვიყურებს ახლა ეკრანიდან. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, ხარ ულამაზესი და მინდა ძალიან დიდი ბედნიერება გისურვო. დიდი მადლობა შენ. პროექტში მონაწილეობისათვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ყველას ვინც ჩვენს გალამაზებაში მიიღო მონაწილეობა. დიდი მადლობა შენ და თქვენ შეგახსენებთ რომ აუცილებლად უნდა გამოგგზავნოთ GDS Daily-ის ოფიციალურ გვერდზე სასურველი ისტორია თუ რატომ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა რეფრეშში, ასე რომ გელოდებით თქვენ გახდებით ჩვენი გადაცემის შემდეგი გმირი დროებით. სასიამოვნო და პოზიტიურ დღეს გისურვებთ.